ხუთი რამ, რომელიც მხოლოდ ლამაზ გოგონებს ემართებათ. თუ ამ პუნქტებიდან თუნდაც ერთში შენი თავი ამოიცანი, შენ ნამდვილად ულამაზესი გოგონა ხარ. პირველი, ხალხი უმიზეზოდ ვერ გიტანს. ხშირად გრიყავენ და განგიკითხავენ. თუმცა შენ საერთოდ არაფერი ცუდი არ გაგიკეთებია. ხალხს გონია რომ ქედმაღალი და თვითკმაყოფილი ხარ, მაგრამ სინამდვილეში ეს უბრალოდ შურია. მათ უბრალოდ უნდათ, რომ შენსავით გამოიყურებოდნენ. მეორე, ბავშვები ქუჩაში მოგჩერებიან. საქმე ისაა, რომ ბავშვებს ჯერ არ აქვს სოციალური ფილტრები და ისინი წმინდა ინსტინქტით მოქმედებენ. თუ ისინი გიყურებენ, ან ლამაზ გეძახიან, ესე იგი შენ ნამდვილად ლამაზი ხარ. თავად დაფიქრდი, რაც სურს ბავშვს რომ მოგატყუოს. მესამე, ბიჭები შენ სოციალურ ქსელებს თვალს ადევნებენ, მაგრამ თავს არანაირად არ იჩენენ. ისინი არ გილაიქებენ, არც კი გიკომენტარებენ, არც კი გამოგიწერენ, მაგრამ ყველაფერს ნახულობენ. ამის შესამოწმებლად კი TikTok-ში დააჭირე გაზიარებას და Instagram-ის დირექტში გადადი. თუ იქ ნაცნობი ბიჭების სიას იპოვი, მაშინ შენ თვითონაც მიხვდები, თუ რას ნიშნავს ეს. მეოთხე, იმაზე ნაკლებ კომპლიმენტს გეუბნებიან და ნაკლებად გიტყდებიან სიმპათიაში, ვიდრე გარშემო მყოფებს გონიათ. უმრავლესობა თვლის, რომ მათთვის ზედმეტად კარგი ხარ. ამიტომ ისინი უბრალოდ შუმად არიან, მაგრამ სინამდვილეში შენ უბრალოდ აშინებ მათ შენი სილამაზით. მეხუთე, როდესაც ვინმესთან შეხვედრას იწყებ, სხვა გოგონები ცდილობენ, რომ წაგართვან შენი შეყვარებული და საქმე საერთოდ მასში კი არაა, არამედ შენშია. მათ შენი გარეგნობის შურთ და გრძნობენ, რომ შენი დონეს ვერ მიაღწევენ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ შენ შეყვარებულს წაგართმევენ, შენთან ერთ დონეზე იქნებიან და ისინი საკუთარ თავს უმტკიცებენ, რომ ამის ღირსები არიან. და ეს საერთოდ არ არის სიყვარულზე. კომენტარში დაწერე, რამდენი პუნქტი დაგემთხვა.